გორის გენდერული თანასწორობის საბჭომ სპორტის განვითარების სააგენტომ და საკრებულოს აპარატმა გასული წელი შეაჯამა და სამსახურების შესრულებულ სამუშაოებზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს. საკრებულოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ თითოეულმა სამსახურმა ნაყოფიერად იმუშავა და მათი მხრიდან დადებითი შეფასებაც დაიმსახურეს. როგორც სპორტის განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, გასული წელი დატვირთული და ნაყოფიერი იყო, რაც მისივე თქმით მათივე დადებული შედეგებიდან გამომდინარე ნათლად ჩანს. გარდა ამისა, აღნიშნულ სხდომაზე წევრებმა ჯამში 14 საკითხს უყარეს კენჭი. საკრებულოს სხდომაზე ძირითადად იყო საკითხები, სხვადასხვა საკითხები, როგორც ყველა კომისიას ჰქონდა თავისი საკითხი დამოტანილი. აქვე იყო სახელმწიფო ზრდა, რომელიც მოხდა მთავრობის განკარგულების საფუძველზე, 10%-იანი ზრდა არის. ჩვენ ასევე დაუმტკიცეთ მერიას ეს ზრდა, ასევე საკრებულოს თანამდებობის პირებს და აპარატის თანამშრომლებს. გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში იყო წარმოდგენილი თავისი მიმართულებების მიხედვით, ჩატარებული ღონისძიებების მიხედვით. დღეს დავამტკიცეთ 2025-27 წლებში გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმაც. ეგაც წლების დინამიკაშია გაწერილი რა ღონისძიებები უნდა ჩავატაროთ. ასევე იყო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ გაწეული საქმიანობა 2024 წლის განმავლობაში, რომელიც დადებითად იქნა შეფასებული. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილი იყო სპორტის განვითარების სააგენტოს 2024 წლის ანგარიში. ჩვენ კონკრეტული IP-ის ანგარიში კომისიაზეც განვიხილეთ და დადებითი დასკვნით იყო შეფასებული, ასევე საკრებულოს სხდომაზე განვიხილეთ, ესწრებოდა წარმომადგენელი, გაგვაცნეს 24 წლის ანგარიში იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი და მადლობა მინდა გადაუხადო საკრებულოს სახელით კონკრეტულ ჩვენ IP-ს 2024 წელში განხორციელებული საქმიანობისთვის.